ეხლა რა მოწმებებია ეს? 90-იანი წლების ბოლოს 96 წლიდან ესე 2002 წლამდე რა 2000 აი მოკლედ ყველაზე დიდი გაჭირვების დროს 4 ესე იგი რამდენიმე წელიწადი რა ყველაზე დიდი გაჭირვების დროს აი გაჭირვებამ მაგ დროს მიაღწია რო გითხრა პიქს უკვე გაჭირვება არ იყო უკვე იყო შიმშილი და უკვე ადამიანების ასე ვთქვათ გამოცდა ხდებოდა სულიერი გამოცდა ვინ გაუძლებდა და ვინ გააფრინდა ასე ვთქვათ რა მორალურად ვინ დაეცემოდა ვიდექი მხატვრებთან რუსთაველზე უბედურ ბადრი მეხანჯლეროა იმის გვერდში ვიდექი ოთარა აგიდე იყო იქ ახლა სვან არის ხოდა ჩვენთან მოდიოდა ბატონი შოთა გორგოძე ბატონ შოთას ხელი უკანკალებდა მარჯვენა ხელი მაგრამ მტკიცედ საუბრობდა და ეს არის უკეთილშობილესი ადამიანი აი ჩვენთან ისე მოდიოდა როგორც აი კაი ბიძარო მოა თავის ახლობლებთან აი მასე რომ აბა ესე იგი მოვინახულო ეს ადამიანი და თუ რამე უჭირთ და თუ რაღაცა მეტყვიან და რომ გაღიმებულები ხვდებოდით და რამე ხომ მიდიოდა კმაყოფილი და დაწყნარებული ესე იგი ის ადგილი არ არის მზიანი ადგილი მაგრამ აი რაღაცა ნათელი იყო იმ ადგილში ჩვენთან მოდიოდნენ ჩვენთან იღებდნენ აი ჟურნალისტებს კი ჩვენთან დგებოდნენ ხოლმე აი სადაც ამ ხატრების წინ აი თუ თბილისელებს თუ გახსოვთ რა ეგ ამბავი აი გაიხსენებთ არსად თბილისში ჟურნალისტი აღარ დგებოდა იმიტომ რომ ეშინოდათ არც თავრობის სახლის წინ არც არსად და არც საქართველოში მით უმეტეს აი ჩვენთან დგებოდნენ და კიდე აძლევდნენ გამოვლენილს ინტერვიუს ართმევდნენ და ლაპარაკობდნენ გადასცემდნენ ხოლმე ჩვენთან ხდებოდა ყველას ასე ვთქვათ აი პოლიციელები რო გამოვიდნენ ხოლმე ჩვენთან წნარდებოდნენ იგივე მომიტინგე ხალხი ანებებდა თავის მიტინგებს და ჩვენთან გადმოდიოდნენ ასე ვთქვათ საუბარში და ჩვენთან დგებოდნენ ყველაფერი ეს მახსოვს იცით რატო მიუხედავად იმ საშინელი გაჭირვებისა დღეში 5 ლარს თუ წავიღებდი მიხაროდა მიუხედავად ამისა ჩვენ ვიდექით და ქმნიდით აი იმას რა ქვიან მომავლის კეთილი მომავლის განცდას ხვდით შევარდნაძე იყო ერთი ხატვარი რომელიც ყველამ კარგად იცის ეს ისტორია 30-იან წლებში რომ იმ ნაძირალა პიროვნებამ რომ თავის სისასტიკეები და თავის საშინელებები რომ თავისი მეტი რა შეეძლო ლავრენტი ბერიას აი მის მსხვერპლო გახდა ხოდა აი ამ გვარის კაცის საპატივსაცემოთ ხო საშვილიშვილოდ
ხატრებს, ხო? მოგვეცა, აი მიხვდა ჩვენი ასე ვთქვათ, მთავრობა მიხვდნენ ყველანი, რომ რა ორიენტირი აერჩივნათ, რომ მართლაც რომ ხელოვნება გადაარჩენს კაცობრიობას. ხო და აი ეს მინდოდა მეთქვა რა, გამოიწერეთ ჩემი არხი.